ბახუნა საერთოდ მოდიხარ. საერთოდ ეს ჩვენი ნაძვები სულ თოლშია და უნდა მოვაშორა. ცოტა მაინც რა მძიმედ არ იყვნენ. თოვლი არის ძალიან მძიმე, ძალიან კარგად კეთდება თოვლის ბაბუა. просто შეხედეთ, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით. რა კარგი ამინდია, საერთოდ არ ცივა. საერთოდ. მე ძალიან მენატრება ხოლმე თოვლი. იმიტომ რომ რუსეთში თოვლი იცის ძალიან ფაქტიურად მთელი ზამთარი და ძალიან დიდი. და იმიტომ მენატრება ხოლმე აქ და ესეთი თოვლი რომ მოდის. სიხარულით ვივსები და ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს. ნახეთ. საოცრება. და ასეთი თოვლი იქნება 3 დღე. ეს კაკლის ხეხა ისედაც ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, იმიტომ რომ აი იმ სახს რო ვაშენებდით ჩვენ ამ კაკლის ძირში გვედგა ასე რაღაცა ის მოვიტანეთ მანქანის ეს დასაჯდომი თვითონ აქ დავდგით, მე რა გვედგა მაგიდა და არავის არ მიქონდა, არავინ არ გვიფუჭე. ხუნა, იხარია თოვლი? ხო და აქ გვედგა, მე აქ მე გავაკეთე ხელოვნური სანათი მზის შუქზე რომ მუშაობდა და მოკლედ საღამოს აგვენთო შუქი, აქ ჭამდით, აი იქ მქონდა მედგა პლიტა, ისეთი გაზის, რაც მოქვს ხოლმე ხო ზაფხულობით გარეთ რომ ამზადებს საჭმელს ეგ მედგა და აი ეს იყო ჩვენი სივრცე და ამიტომ ამ კაკლის ხეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში და ძალიან მიწუხს გული, მტკივა გული, იმიტომ რომ შრება, ცოტა კაკალიც აქვს, მაგრამ არ არის კარგი უკვე. ერთი სიტყვით ძალიან ბებერი კაკლის ხე არის და არ ვიცი ამას როცა მოჭრიან ძალიან გული დამწყდება. ასეთი საოცრება მოვიდა დღეს ჩვენთან. იცით რა, როცა თოვდა გუშინ ღამე, არ მეგონა რომ მოთოვს აი ასე ძალიან, მაგრამ დილით 8 კი გავიღვიძე და ეს რაღაც სისუფთავეს სიწმინდის ნიშანია. ბავშვები წავიდნენ. ყველაზე საინტერესო არის თოვლში ის, რომ ბავშვებთან მიყვარდა სოფელში რომ მივდიოდით, დილაობით ადგომა რომ თოვდა და მაინტერესებდა თოვლზე ვის ნაბიჯებს ვიპოვიდი. ხო და ნუ ეხლა ეს ხო სავარაუდოდ 100% ძაღლი არის. შეიძლება ტურა არის, იმიტომ რომ აქ ტურები ჩამოდიან. და იქ იყო პატარა ჩიტების ნაბიჯები. აქაც არის ხოლმე დილაობით, მაგრამ ეხლა დილით ძალიან ხშირად დიდი ხნით ვერ გავდივარ გარეთ. ახაც როგორ თავს. აკაია თოვლი. თოვლი ბავშვობას მაგონებს. თოვლი არის ბავშვობის მოგონებებიდან. თოვს კიდე ბევრმა ჩამიგდო ვიდეოები ნორილსკიდან, კამჩატკიდან, ეს ჩრდილოეთ რუსეთის ქალაქებიდან და ნუ ეგ ხო ისედაც შანს რომ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული ის მომენტები, რომ თოვლი არის სადღაც ზევით, ძალიან მაღალ სართულიან შენობებში, თან კომენტარებშიც წერია ჯერ ეგერთი და ჩემი დაქალი ცხოვრობს ნორილსკში, გავაგზავნე ვიდეო, ძალიან ბევრი იცინა.
ეს რა სისულელი არისო და ჩემი ბიძა, ჩემი დედაჩემის ძმა ცხოვრობს ქალაქ მირნიში, იაკუტიაში. იქ ხო, საერთოდ ყინვები და თოვლია და არაო რას ამბობ, აქ ასეთი თოვლი არ არის, ეგ არის ხელოვნური ინტელექტიო და ამიტომ ადამიანებო, ყველაფერს მოუჯერებთ მაშინვე და ამ მილიონ ვიდეოს ნუ ღარ მიგზავნით. ხო და იმის თქვა მინდა, რომ ძალიან რთული გახდა ხელოვნური ინტელექტის რეალობიდან გარჩევა. ძალიან რთული გახდა. და რეალურად შეხედო, რეალურად გეგონება, რომ მართალია, მაგრამ არ შეუძლებელია ეგ ისედაც რო ვიფიქროთ. როგორ გითხრათ, ნათელი გონებით რა. ესენი რა კარგად გაიზარდნენ. გარეთ გამოვედი, რა კარგია ღამე.